მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. საშუალო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ სამთვიანი მუშაობის შემდეგ დასკვნა წარმოადგინა. დოკუმენტის თანახმად სექტორში ფასის ფორმირება წარმოადგენს კომპლექსურ პროცესს, რომელიც წარმოებლის, იმპორტიორის, დისტრიბუტორისა და საცალო ქსელების ერთობლივი გავლენით განისაზღვრება. კომისიის მთავარი რეკომენდაციებია კონკურენციის დარეგულირება, ადგილობრივი წარმოების წახალისება და ფასწარმოქმნის ჯაჭვის გამარტივება. დასკვნითი დოკუმენტის განხილვას ხმაური მოჰყვა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ აღნიშნული რეკომენდაციები ვერ და არ იმუშავებს. იშრომეთ 107 გვერდიანი დოკუმენტის შექმნით, მაგრამ ეს არ არის ის, რაც რეალურად საქართველოში ფასებს გააიაფებს. საქართველოში თუ გვინდა, რომ ფასებმა დაიწყოს კლება, ამისთვის საჭიროა ჯანსაღი კონკურენცია. ჯანსაღი კონკურენცია თუ გვინდა შეიქმნას, ვერ შეიქმნება ვერცერთ შემთხვევაში, თუ არ მოისპო ნეპოტიზმი, არ მოისპო ლობირება, არ მოისპო კორუფცია. სხვა შემთხვევაში ეს კომპანიები ამდენს ვერც გაბედავდნენ, ვერც მიაღწევდნენ და არც ჩაიდენდნენ ესეთ არასწორ ქმედებებს და ნაბიჯებს, რასაც ისინი დღეს აკეთებენ. ჩვენ ამ დასკვნას ხელს არ მოვაწერთ და თქვენ რახან გჯერათ ამ დასკვნის და გჯერათ, რომ ამ დასკვნის რეალიზების შემდეგ საქართველოში ფასები დაიწყებს კლებას წარმატებას გისურვებთ. ეს დასკვნა არის დადებული შესწავლის საფუძველზე. აქ არის ყველაფერი, რაც ითქვა, გათვალისწინებული, დაწყილებული ადგილობრივი მწარმოებლებით, რომ მათ კონდეთ საშუალება, რომ აუცილებლად მაღაზიებში განათავსონ თავიანთი საქონელი, აქ არის გამჭვირვალობაც, გადახდაც, რაც იყო საუბარი, აქ ყველაფერი წერია. უბრალოდ ეს კანონი არ არის, რომ ჩავწეროთ პუნქტებით, ამ პუნქტით ეს გაკეთეს, ეს არის რეკომენდაცია მთავრობაზე. მთავრობა მას კიდევ სამინისტროების კუთხით ჩაშლის, გაარკვევენ ყველაფერს, რაც იქნება მთავრობის დადგენილებით, იქნება მიღებული, რაც იქნება კანონის სახით შემოვა ჩვენთან და მივიღებთ ამ კანონებს შემდეგ. დასკვნა ეფუძნება ბაზრის ძირფესვიან შესწავლას საკვე პროდუქტების ნაწილში და დანარჩენ სექტორებთან დაკავშირებით ასევე ეფუძნება ბაზრის საქციელს, ეფუძნება მოხმარებების საქციელს და ეფუძნება ბაზარზე მოთამაშე კომპანიების ბიზნეს ოპერაციების, ბიზნეს საქმიანობების, ფინანსური სტაბილურობის და სავაჭრო ურთიერთობების შესწავლას. ეს არის დასკვნის ანალიტიკა. ასევე ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებებს, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში, რომ მსგავსი პრობლემების შემთხვევაში თუ რა ნაბიჯები და რა გადაწყვეტილები მიიღეს აღნიშნულმა ქვეყნებმა. და შესაბამისად, ამ ყველაფრის შესწავლის შემდეგ იძლევა საშუალო პერიოდის რეკომენდაციებს, იძლევა ძველვადიან სტრატეგიას სექტორის განვითარების და აუცილებლობის შემთხვევაში რიგი ევროკავშირის ქვეყნებში მოკლე სუბუქი ინტერვენციის რეკომენდაცია. ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელაას საქმეზე საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა გრძელდება. სხდომაზე ბრალდებულის მტკიცებულებებს იკვლევენ. პროკურატურა გამომძიებლებს დაკითხავს, რომლებმაც გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. დაცვის მხარის თქმით, არსებული მტკიცებულებებით სასამართლოსგან გამომართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ. შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფო ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელეებისთვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოთ მოწოდებას ედავება. მურთაზ ზოდელავას კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდება აქვს წარდგენილი. მოყავთ გამომძიებელი საქმის და პატაკის ავტორი, რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, ფაქტობრივად არაფრის თქვენი მოწმეები არ არიან. კიდევ ერთხელ აღნიშნავ ცალსახად, რომ ლევან ხაბეიშვილის ბრალდების საქმეზე ფაქტობრივად მტკიცებულები არ არსებობს და ხდება ხელოვნურად მაქსიმალურად ამ 9 თვიანი საპატიმრო ვადის გახანგრძლივება. იმდენად აბსურდული ბრალდებებია ლევან ხაბეიშვილთან მიმართებით, რომ ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება მოსამართლემ აღნიშნულ საქმეზე აღნიშნული ბრალდების საფუძველზე გამომტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს. ამიტომაც მაქვს მოლოდინი, რა თქმა უნდა, გამომართლებელი განაჩენის.
დღიდან საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა. ძალაში შევიდა ახალი ამგზავრავი ნიშნებით. საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანი საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია. მანევრირების წესების დარღვევისთვის 100 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა. ასევე ქულათა რაოდენობა შემცირდა 20 ქულით. 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 40 კმ/სთ-ზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის. 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის. ამავდროულად ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდა 10 ქულით. 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური სარგებლობისთვის. დგომა გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად 50 ლარამდე გაიზარდა ჯარიმის ოდენობა. ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებზე. დრიფტი, რომელსაც მოჰყვა ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება. 500 ლარიან ჯარიმასთან ერთად გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 6 თვის ვადით. ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა გაჩერება. ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში 10 ლარით. ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დადგინდა ჯარიმა 200 ლარით. აგრეთვე დამრღვევს მართვის მოწმობაზე შეუმცირდება 30 ქულა. გურია ტივის ეთერში გადაცემა სივრცე დიალოგისთვის სტუმარმა ვიკა ფილფანმა, რომელიც გახარიეს საქართველოსთვის პარტიას წარმოადგენს, მიმდინარე აქტუალურ, როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ, ეკონომიკურ და ჯანდაცვის საკითხებზე ისაუბრა. ფილფანის განმარტებით დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტოზურ მკურნალობაზე და წამლის შეძენაზე ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ გააჩნია. ფილფანისვე განცხადებით, ეს ნათლად გამოჩნდა ინტერპელაციის ფორმატში ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში მოსვლით. აქ ბატონი მინისტრის პოზიცია იყო ესეთი, რომ ეს წამლები, რომელიც ჩამოთვალა სხვადასხვა ტიპის დასახელები, სამ წამლებს თან ახლავს გვერდითი მოვლენებით. ხო, ამას არავინ არ უარყოს, მათ შორის არ უარყოფენ არც მშობლები, პირიქით, მშობლებს ძალიან მეცნიერულ დონეზე აქვთ ეს საკითხი შესწავლილი, გაცილებით უკეთესად ვიდრე ბატონ სარჩველაძეს. მათი უმეტესობა იმყოფებოდა უცხოეთშიც კვლევებზე, ესწრებოდა სხვადასხვა კონფერენციებს, მეცნიერულ დონეზე კვლევებს აკვირდებოდა. აქედან გამომდინარე, ის რაც თქვა ბატონმა მინისტრმა, რომ ეს აზრი არა აქვს ფულის დახარჯვას ამ წამლებში, ეს რა თქმა უნდა არის ტყუილი და ამის დამადასტურებელი ფაქტი არის ჯანმოს კვლევებით, ჯანმოს სტატიებით, არის სხვადასხვა სამედიცინო ორგანიზაციების ანალიზით და ანგარიშით და ასევე რაც ყველაზე მთავარია, ცოცხალი მაგალითები, ქართველი ბავშვები, რომლებიც ემიგრაციაში წაიყვანეს და ემიგრაციაში მიიღეს მათ ეს წამალი, მათი მდგომარეობა გაცილებით უფრო გაუმჯობესდა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ სურს ბატონ სარჯველაძეს, რომ წამალი შემოიტანოს, ეს არის უბრალოდ ის უფრთხილდება იმ ბიუჯეტს, რომლიდანაც შემდეგ სამწუხაროდ იპარავენ თავიანთი მაღალჩინოსნები. ვიკა ფილფანმა გაზრდილ ფასებზე და მათ ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელიც მინიმალური ხელფასის გაზრდას შეეხება, ასევე ზოგადად ოპოზიციაზე და მათი პარტიის სამომავლო გეგმებზე, რომელიც გაერთიანებას არ უკავშირდება. ჩვენ არასდროს არც ერთ გაერთიანებაში არ ვყოფილვართ 2024 წლის არჩევნებზეც ყველა სხვარგადალახული პარტია იყო კოალიციურად, სამივე იყო კოალიციურად წარმოდგენილი. ჩვენ ვიყავით ერთადერთი პარტია, რომელიც კოალიციის გარშემო მხოლოდ პარტია გავედით არჩევნებზე და ამის შემდეგაც ესე იქნება. ჩვენ გვაქვს ჩვენი იდენტობა, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური გზა და პოლიტიკური ხედვა, არ ვაპირებთ არავისთან გაერთიანებას. ვისაც სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, შეუძლია რომ გაერთიანდეს, მთავარია რომ ამ ერთობით არ დააზიანოს სახელმწიფო ინტერესი და
ერთ დღეს არ ლანძღონ ერთმანეთი, მეორე დღეს ერთობა და მესამე დღეს კიდევ არ ლანძღონ ერთმანეთი, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა იწვევს ადამიანებში ფუსტრირებას და უნდობლობას. აქ მნიშვნელოვანია იმ საკითხებზე საუბარი და იმ საკითხების გადაჭრის გზების ძიება, რომელიც სახელმწიფოს რეალურად ჭირდება და მოქალაქეებს ჭირდებათ. ჩვენი ყოველდღიური მუშაობა სწორედ არის ის, რომ რეალურად იმ პრობლემებს შევეხოთ და გამოვნახოთ იმ პრობლემების გადაჭრის გზა, რომელიც საქართველოს მოქალაქეს აწუხებს, იმიტომ რომ ამ ქვეყანას უშველით მხოლოდ ჩვენ ქართველები, სხვა ჩვენ ვერავინ ვერ დაგვეხმარება, ისე როგორც ჩვენ დავეხმარებით საკუთარ თავს. აქედან გამომდინარე, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრირდეთ სწორ აქცენტებზე, ფინანსთა მინისტრმა ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან ხარაბაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. ხარაბაძეს ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. აღინიშნა, რომ მას სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და იცნობს საგამოძიებო სამსახურის სპეციფიკას. ხარაბაძე იყო ამავდროულად გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ორი პირი 1991 წელს დაბადებული შ.რ. და 1993 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულება მიმდინარე წლის 30 აპრილს ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლით დააჭრა 1985 წელს დაბადებული ბუჟუ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარის სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე 1985 წელს დაბადებული უთუ დააკავეს. სამართალდამცავებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს. მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ნივთკიცება და ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 262 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოზურგეთში ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში 20 წლამდელთა შორის კიდევ ორი საქართველოს ჩემპიონი ერეკლე თავბერიძე და ლუკა ფიფია ჰყავს. ერეკლე თავბერიძე 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ხოლო ლუკა ფიფია 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდა. საქართველოს პირველობაზე ოზურგეთმა გუნდური მესამე ადგილიც აიღო. ჩემპიონატი ქალაქ ხაშურში გაიმართა. ახლა ჩვენს ეთერში ამინდის დროა. ხვალ ოზურგეთში წვიმა იქნება და ჰაერი 18 გრადუსამდე გათბება. ლანჩხუთში კოკისპირული წვიმა იქნება და 14 გრადუსია ნავარაუდევი. რაც შეეხება ჩოხატაურს, აქ ჰაერი 13 გრადუსამდე გათბება და უმეტესად იწვიმებს. გადავინაცვლოთ კურორტებზე. ბახმაროში თოვლია ნავარაუდევი. ტემპერატურა კი 0 გრადუსი იქნება. ურეკში კი ჰაერი 13 გრადუსამდე გათმება. როგორც ყველგან, აქაც იწვიმებს. ხოლო დედაქალაქში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება და ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდით.